კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს გადაცემა სტუდია ნომერი 8 და მე ჟურნალისტი ლიზა კვესელოვა გახლავართ. ჩვენ ამ გადაცემაში ვსაუბრობთ აქტუალურ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე. ჩვენ გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი იქნება პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური მდივანი ქალბატონი ირმა ცხორაგაური. მოგესალმებით, ქალბატონი ირმა, მადლობა იმისთვის, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას და რაღაცნაირად დღეს ყველა სტუმართან ერთი და იგივე კითხვით ვიწყებ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან, იმიტომ რომ ჩვენ ორ თვეზე მეტია ვუყურებთ უკვე ქუჩაში პროტესტს, ვუყურებთ იმას, რომ საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია ყავს და იმ შეფასებებს, რომელიც მაინც და მაინც ჩვენს სასიკეთოდ არ ასხავს წისქვილზე, ასე ვთქვათ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, სტაბილურობას მივაღწიოთ და წინ წავიდეთ. მოგესალმებით ლიზა, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელსა თუ რადიო მსმენელს. რა შეიცით საქმე, ხვდებით რომ ქვეყანაში უკვე კრიზისია და არა დღეს არ დაწყებულა ეს კრიზისი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ საქმე იმაშია რომ მას დასასრული არ უჩანს. ჩვენ ხედავთ რომ ყოველდღიურ რეჟიმში კვლავ პროტესტანტები, ვინც არ ეთანხმებიან თქვათ ქვეყნის საგარეო კურსს, ვინც არ ეთანხმებიან ამ არჩევნებს, ვინც არ ეთანხმება თქვათ ზოგადად ხელისუფლების ქმედებებს, ის ადამიანები გამოთქვამენ თავის პროტესტს, იქ შეკრებილნი არიან, მინდა გითხრათ რომ მოსახლეობის დიდი წილი შეკრებილია სწორედ ეკონომიკური გაჭირვების გამო, იმ სოციალური პრობლემების გამო, რომელიც არსებობს, ანუ ზოგადად უკმაყოფილო ადამიანი დღეს ყველა ქუჩაშია გამოსული, ხო? თუმცა ხელისუფლებას არ სურს ამის დანახვა, ხელისუფლება გვეუბნება, რომ ესენი არიან მხოლოდ ნაცები და ნაცები. არა ბატონო, ნაცები არ არიან. იქ არის, რა თქმა უნდა, ნაცების ნაწილი, რომელიც, ასე ვთქვათ, კმაყოფილდება იმით, რომ ქვეყანაში რაღაც არეულობაა და რაღაცა ესეთი დესტაბილიზაცია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არაერთ გზის გვისაუბრია ამის შესახებ და ვფიქრობ, რომ ჩვენ დამეთანხმებიან ჩვენი ტელემაყურებლებიც და რადიო მსმენელებიც და თქვენც, რომ იქ ძალიან დიდი ნაწილი მოსახლეობისა და მით უმეტეს მათ შორის ახალგაზრდები, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური კუთვნილება არ გააჩნია და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ განეკუთვნებიან და მით უმეტეს ნაციონალურ მოძრაობას, აი ეს ბავშვები, რომლებმაც თავისი მომავალი დაინახეს ევროპაში, თავისი მომავალი დაინახეს ცივილიზაციასა და წინსვლაში, სწორედ ეს ბავშვები არიან გამოსული. მაგრამ ლიზა, რა არის იცით ყველაზე მთავარი? ფოტოშეხტი ცოტა გაციებული ვარ. საქმე იმაშია, რომ მე დღეს ტელევიზორი რომ ჩავრთე, დღეს გუშინ წინ იმის წინ, ამ ბოლო დღეების განმავლობაში და ბოლო კვირაების განმავლობაში და მით უმეტეს ახლა მოძალებულად კიდევ აი ახლა ფაქტიურად ყველა საინფორმაციოში, ყველა არხის საინფორმაციოში მე ვერ ვიტყვი, რომ იქ მიკერძოებულია და მხოლოდ ნაცების საინფორმაციოები არა, მე ინტენსიურად ვუყურებ იგივე იმედს, სახელისუფლებო არხს, ვუყურებ იგივე თქვენს გამოშვებებს, ვუყურებ რა თქმა უნდა პირველ არხს საზოგადოებრივს. მინდა გითხრათ, რომ ყველა ერთხმად აშუქებთ სასამართლო პროცესებში მიმდინარე მოვლენებს. ანუ აქ არიან სხვადასხვა აქციებზე, სხვადასხვა ბრალდებებით დაკავებული მოქალაქეები. მათ შორის დიდი წილი არიან სტუდენტები, დიდი წილია ინტელიგენცია. და დღეს მივხვდი, იცით, მე პარალელი გავავლე 2006 წელს და ეს ახალი არ არის ჩემი ტელემაყურებლებისთვის, ვინც მე მისმენს და ვინც მე მიცნობს. 2006 წლის გაზაფხული გამახსენდა, როდესაც დააკავეს ჩემი ძმა, აც გარდაცვლილი უკვე, სწორედ წინა ხელისუფლების ციხეში ნამყოფი ადამიანი, რომელიც ფაქტიურად ცემაში მომიკლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ იყო საერთაშორისო უნივერსიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული და იყო უცხოენოვანი და მათ შორის რუსულენოვან გაზეთში მუშაობდა, აქ თბილისში. ამიტომ დააბრალეს რუსეთის აგენტობა მიხეილ სააკაშვილის დროს. მე მახსოვს ჩემი ძმის სასამართლოზე რომ მივედით, იცით, იქ კი გვითხრეს რომ იმ დღეს პროცესი იყო ჩანიშნული, მაგრამ რომელ ოთახში იქნებოდა ბესიკის პროცესი ჩვენ არ ვიცოდით, მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ რომ ბესიკი რომ გამოჩნდა სამ ბადრაგთან ერთად, ფაქტიურად ბადრაგები ეძებდნენ ოთახს, რომელი იქნებოდა თავისუფალი რომ შეეყვანათ ჩემი ძმა, ასე ვთქვათ, სასამართლო პროცესი რომ წარმართულიყო. რატომ? იმიტომ რომ ბესიკისნაირი
უამრავი ადამიანი იყო მოყვანილი, უამრავი და კონვეიერული წესით აი ასე ასამართლებდნენ. ანუ სადაც თავისუფალი ოთახი ყველა ფაქტიურად დაკავებული იყო და სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა 10 წუთი, 15 წუთი, მაქსიმუმ 20 წუთი და მაშინვე ყოველგვარი ვთქვათ სამართლებრივი აქტების განხილვით, ყოველგვარი რაღაცა არგუმენტების გარეშე ეს ვიცი ჩვენ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, მაშინდელი ჩინჩალაძეების პროცესი, მაშინდელი მურუსიძეების პროცესი, იგივე ჩინჩალაძე მურუსიძეების პროცესია დღესაც, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რითი განსხვავდება ეხლა ეს ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან, აი ამ კონკრეტულ კონტექსტზე მაქვს მე საუბარი. კონკრეტულ კონტექსტზე მაქვს საუბარი, როდესაც ისე კონვეიერული წესით სხვადასხვა რაღაცების გამო ხალხს ასამართლებენ. ანუ ჩვენ ვხედავთ რას, რომ ის ხალხი, ვინც დაკავებული იყო მიშას დროს, დამნაშავე იყო თუ უდანაშაულო, ყველა იქ რომ ხდებოდა, ხო? იგივე პროცესები მიმდინარეობს დღესაც, დამნაშავეა თუ უდანაშაულოა, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ აი მაშინ, როცა მიშას დროს ძალიან დიდი საქმეები, საპროცესო გარიგებები თავდებოდა, რამენაირად ბიუჯეტი შევსოთ, იგივე ხდება დღესაც. ანუ ვხედავთ ჩვენ, რომ მე ვერ ვიტყვი ახლა, მე ვერავის ვერც ადვოკატად გამოდგები, ვერც მოსამართლე და მე იმას კი არ ვამტკიცებ, რომ ყველა უდანაშაულა ვინც იქ მოხდა. თვითონ ფაქტი იმისა, რომ ქვეყანაში უკვე ასეთი სიტუაცია შექმნილი, რომ შენ ხელისუფლება, შენ საქართველოს სასამართლო გიწევს აი ასეთი კონვეიერული წესით საქართველოს მოქალაქეების გასამართლება, ესე იგი რაღაც კითხვის ნიშნები ჩნდება, ხო? რაღაც არასწორია. ეს ხომ უნდა დასრულდეს. ჩვენ ხედავთ, რომ ნახეთ, აქეთ მხარეს გვაქვს აქციები, უკმაყოფილო ხალხი, აქეთ მხარეს გვაქვს ხელისუფლება და ეს აქციები არ სრულდება, შუაში არის პოლიცია, რომელიც აკავებს ამ ადამიანებს და მიყავს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ანუ შეკრულ წრეზე დავდივართ უკვე რამდენი ხანდა. ხო არ შეიძლება ესე გაგრძელდეს. თუ ხელისუფლებას გონია, რომ ამ ადამიანებს რომ დააკავებენ და დააკისრებენ თქვათ იმ ჯარიმებს, აქა-იქ ვიღაცას პასუხის გებაშიც მიცემენ და ვთქვათ 3 თვით დააკავებენ თუ 2 წლით თუ 4 წლით როგორც იქნება, ხო? ფაქტია, რომ ჩვენ წრეზე დავდივართ, არაფერი სასიკეთო არ ხდება. ანუ ეს უნდა დასრულდეს. ლიზა, გამოსავალი, კი, დაგისრულებთ ახლა, მე ზოგადად სურათი დავხატე იმისათვის, გამოსავალი რაში უნდა ვეძებოთ, ხო? გამოსავალი უნდა ვეძებოთ ჩვენ ამ სიტუაციიდან. ლიზა, გამოსავალი ის არის, რომ აუცილებლად ხელისუფლება ვალდებულია, გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ აი ამ ადამიანებთან რაღაცა მოლაპარაკება უნდა მოხდეს. ეს უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ან ძალიან გამძაფრდება, ან პირიქით ხელისუფლება საბოლოოდ ჩამომიყალიბდება დიქტატორად და ბოლო ჯამში ხალხი უკვე როგორც მიშას დროს ვერ გამოდიოდა გარეთ, ისე ვეღარ გამოვადა. ამით თქვათ, აი ესე ძალადობრივად ჩამქრალი მუხტი, ლიზა, ახლა მე კითხვა მაქვს თქვენთან, თქვენ ხომ საღათ მოაზროვნე ადამიანი ბრძანდებით. აი ასეთი ძალადობრივად ჩამქრალი მუხტი ამ ადამიანებში უკმაყოფილებასაც ჩაახშობს, ეს უკმაყოფილება ხო თანდათან მზარდი იქნება, ჩუმი იქნება, მაგრამ იქნება და დღეს თუ არა ხვალ, ეს კვლავ გამომზეურდება და კვლავ ამოხეთქავს და აი ასე მიშა სააკაშვილის დროს რომ ამოხეთქა ბოლოს და ბოლოს ამ შეშინებული ხალხის და ასეთი გაბრაზებული ხალხის მუხტმა, ჩვენ ნახეთ რითიც დაამთავრა წინა ხელისუფლებამ, ხო? ყველა შემთხვევაში და ეს ჩვენი პარტიის მოწოდება, ჩვენო პარტიის ლიდერმა გააჟღერა უკვე ეს ინიციატივა და ეს იყო შეთანხმებული, ერთობლივად პარტიაში შეთანხმებული პოზიცია, რომ აუცილებელია ხელისუფლება ვალდებულია შეიქმნას მიცეს ადამიანებს, გნებავთ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, პატრიოტულ ძალებს, ანუ იმ ხალხს, ვისაც ავტორიტეტი აქვს, იმ ბავშვებთანაც, იმ მომიტინგეებთანაც და ამავდროულად ზოგადად საზოგადოებაში შეიქმნას ასეთი ადამიანების ჯგუფი, ვისაც ნდობას გამოუცხადებენ აი ეს მომიტინგი ადამიანები, მოწინააღმდეგე ადამიანები და რაღაცა შეთანხმებაზე წავიდნენ, კომპრომისზე წავიდნენ, ლიზა, იმიტომ რომ შეუძლებელია, როდესაც ორი უკაცრავად თქვენთან აი ძალიან ცუდი შედარება, მაგრამ ორი თხარო მეჯახება ერთმანეს, ორივე მერე წყალში ვარდება, ხო? ეს არ დასრულდება. აუცილებელია. იმ თავითვე საქართველოში რა არსებობდა, ლიზა, არაჩვეულებრივი წესი გვაქვს და ახლა მე მინდა მოვიყვანო ეს მაგალითად, როდესაც ორი ყმაწვილი ჩხუბობდა, მათ შორის ქალბატონი მანდილს, თეთრმანდილს რომ ჩააგდებდა, იქ თავდებოდა ყველაფერი. ანუ აუცილებელი იყო მესამე პირის ჩარევა იმ შემთხვევაში, იმიტომ რომ ისინი დახოცავდნენ ერთმანეთს, ხო? აი ასეთი სიტუაცია გვაქვს დღეს, აუცილებელია თეთრი მანდილის ჩაგდება, აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება.
ხდება ამ ადამიანებთან. კი ბატონო, აი ქალბატონი ძალიან ხშირად მესმის ხოლმე ის, რომ მაგალითად ძალიან კარგი ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან ბუნებრივია, რომ ძალიან კარგია, რომ პარლამენტში არ შედიან, ისინი არც იყვნენ პარლამენტში ყოფნის ღირსი, ძალიან კარგია, რომ მანდატები შეუჩერდათ და არ იქნებიან პარლამენტში და არც უნდა იყვნენ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის წევრები. აი, ასეთი პოლემიკა და ასეთი შეფასება, როდესაც მესმის ხოლმე მათი მხრიდან ბუნებრივია მე მიჩნდება კითხვა, მაშინ როგორ მიიღო ამ პოლიტიკურმა პარტიებმა საზოგადოების მხარდაჭერა იმგვარად, რომ 40% აქვს და მათ რო თავად არ ეთქვა თუ არის ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ისინი ახლა პარლამენტში იქნებოდნენ წარმოდგენილები არა, ესე იგი ყავთ მათ მხარდამჭერები, ან გაყავდა არჩევნები, ხომ? ანუ აი ამ ამოსავლიდან უნდა იხმძღვანელოს ალბათ ჩვენმა მაყურებლებმა თუნდაც, რომლებიც რეკავენ და ამბობენ, რომ კარგია რომ იქ არ არის, რატომ არ არის? ხო თავად ამბობენ უარს თვითონ რომ შესულიყვნენ ხომ 40% ნაციონალური მოძრაობა იქნებოდა იქ და არ იქნებოდა არანაირი ჯანსაღი პოლიტიკური სხვა პარტია. ლიზა, ეხლა მე მინდა სწორედ იმ მოქალაქეებს მივმართო, ქართული ოცნების მომხრეებს, ვინც საუბრობს იმის შესახებ, რომ ძალიან კარგია რომ არ შევიდნენ და ძალიან კარგია რომ ქართულმა ოცნებამ ეს მანდატები შეუწყვიტა, დეპუტატობის მანდატი შეუწყვიტა აი ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას. მე მინდა ამ ადამიანებს ვკითხო და 2020 წელს იგივე მანდატების შეწყვეტის საკითხი რომ იდგა ნაცებისთვის მაშინ რატომ არ შეუწყვეტა ქართულმა ოცნებამ და აი ეს ადამიანები, რომლებსაც დღეს უხარიათ ეს, მაშინ რატომ გაჩუმდნენ? რატომ არ მოთხოვეს თავის ქართულ ოცნებას, რომ მათთვისაც შეეწყვეტა ისევე მანდატები, როგორც იმ პატრიოტულ ძალას, როგორც არის პატრიოტთა ალიანსი. ჩვენ ხო უცებ პირველივე მოსმენით შეგვიწყვიტეს მაშინ და დასრულდა ეგ ამბავი, ხო? მით უმეტეს რიგითობით ჩვენ ყველაზე ბოლოს გვეკუთვნოდა, ჩვენ კიდევ ბოლოში გქონდა შეტანილი ეს განაცხადი, რომ არ ვაღიარებდით ამ არჩევნებს და გაყალბდა 2020 წელს და შესაბამისად ჩვენ ბოლომდე დავჭირთ ჩვენს პოზიციაზე და არ შევედით. აი მაშინ ნაცებსაც რომ ქონდათ შეტანილი და ნაცებს კენჭი რომ არ უყარეს და რომ დაიტოვეს და რომ უთხრეს რომ არა არსად არ გაგიშვებთ. ჩვენ ხო კოაბიტირებული ძალა ვართ და თქვენაირი ოპოზიცია გვჭირდება პარლამენტში. მაშინ დღეს რატომ უხარიათ? ანუ დღეს ხვდებიან, ანუ მაშინაც ხვდებოდნენ და გაბრაზდნენ მაშინ იმ ქართულ ოცნებაზე. ანუ დღეს კი არ არის ის რომ ქართული ოცნების აი ამ მომხრეებს, ვიზედაც თქვენ ახლა საუბრობთ, ვისაც უხარია რომ ეს მანდატები შეუჩერდა ნაცებს ეს მანდატები, ხო? ანუ 2020 წელსაც ფიქრობდნენ ასე რომ უნდა შეჩერებოდათ, მაგრამ ქართულმა ოცნებამ არ შეუჩერა და რაღაცომ დაჩნენ ქართული ოცნების მომხრეებად. ანუ თვითონვე თავის თავსვე ეწინააღმდეგებიან. ანუ არ არის პირდაპირ იცით რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ბოდის ვიხდი რა თქმა უნდა ლიზა მინდა გითხრათ რომ რაღა თქმა უნდა არჩევნები გაყალბდა არჩევნები გაყალბდა თან ძალიან ძლიერად გაყალბდა ჩვენ პატრიოტთა ალიანსს არა მხოლოდ გადალახული გვაქვს ბარიერი ჩვენ დაახლოებით 12-13% გვაქვს აღებული მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ვხედავთ რომ ნაცებს კიდევ ერთხელ ვამბობ მე ბევრჯერ მithქვამს კაცო 2020 წელს და 2016 წელს რაც მიიღო ხმები 2020 წელს უფრო მეტი მიიღო ანუ მათი მზარდ რეიტინგზე მიგვითითებდა ყოველთვის ქართული ოცნება თავისი გაყალბებული არჩევნები და დიახ რა თქმა უნდა ეხლა კი არა დღეს რომ მესაუბრება მე ქართული ოცნება რომ თურმე მათი ადგილი ბატონი კობახიძე გამობძანდა და ბრძანებს და ეს კობახიძე რომელიც ამბობდა რომ მე ჩემი მხრებით უნდა შევათრიო ჩვენ დავალება გვაქვს და ეს ძალა შესაძლოა ასე ვთქვათ პარლამენტში მისი სიტყვებია ჩემი სიტყვა არ არის ეს შეთრევა სწორედ მისი სიტყვებია ხო 2016 წელს რომ საუბრობდა ამის შესახებ 2017 წელს რომ საუბრობდა 2020 წელს კვლავ რომ შეათრიეს და უფრო მეტი და მეტი შეათრიეს ხო დღეს უკვე ბატონი კობახიძე გვეუბნება რომ მათი ადგილი პარლამენტში არ არის და 12 და 13 წელი უნდა დასჭირვებოდა ამისათვის ქართულ ოცნებას რომ ეღიარებინა რომ მათი ადგილი არ იყო პარლამენტში 12 და 13 წელი უნდა დასჭირვებოდა ქართულ ოცნებას ის რაც საქართველოს მოქალაქეებმა 2012 წელს პარლამენტს ქართულ ოცნებას რომ შევუკვეთეთ ნაციონალური მოძრაობა როგორც პოლიტიკური ძალა საერთოდ უნდა გამქრალიყო პოლიტიკური ასპარეზიდან ეხლა მიხვდა როდესაც ამდენი ზიანი მიაყენეს მათ ნაციონალურმა მოძრაობამ გნებავთ ქვეყნის შიგნით, გნებავთ ქვეყნის გარეთ, ამ ქვეყნის მტრებმა ამდენი ზიანი რომ მომაყენეს. ახლა უნდა მივხვდარიყო ქართული ოცნება და ახლა უნდა დაეწყო მას საუბარი. ძალიან დაგვიანებული ხო არ არის? მინდა გითხრათ რომ სწორედ მათი აი ამ დაგვიანებული ნაბიჯით ქვეყანა
ძალიან ბევრი წლებით უკან დაწია ქართულმა ოცნებამ, მიუხედავად შეიძლება მათ ჰქონდათ მცდელობა, რომ ქვეყანაში რაღაცა სასიკეთო გაეკეთებინათ, მაგრამ აი ამ ჭიდილში, ნაცებთან ჭიდილში მათ უკან დაგხვიეს. ჩვენ ხედავთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ პრაქტიკულად უნგრეთის და სერბეთის გარდა ჩვენ მომხრე არავინ აღარ დაგვჭა, ხო? აღარავინ ჩვენ აღარ გველაპარაკება. ერთადერთი ახლა დავიწყეთ უკვე ამ ჩინეთთან ურთიერთობა, ასე თუ ისე რაღაცა სასომხეთთან რაღაცა მოლაპარაკებები, იქ აზერბაიჯანთან, ასე და ასე შემდეგ. ანუ ის გლობალური ევროპული მხარე, ის გლობალური ცივილიზაცია ვისკეც ისწრაფვის ყველა ცივილურად მოაზროვნე ადამიანი, მათ კულტურისკენ რომ ისწრაფვის, დღეს ჩვენ ხედავთ რომ არა, იქ ჩვენ კარები დაგვიხურეს და არანაირი ურთიერთობა. ანუ ეს არ არის პოლიტიკის წარმოება, გესმით? ეს ერთი საკითხი, ეს საგარეო პოლიტიკა. ეხლა ვნახოთ ჩვენი შიდა პოლიტიკა. დავიწყოთ ეხლა საუბარი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე. ამდენი ხანი ქართულ ოცნებას, რასაც ის რამდენი ხნის განმავლობაშიც და რა გააფთრებითაც იგი ებრძოდა ნაციონალურ მოძრაობას, ებრძოდა ჩვენს დასანახად, თორე კულუარებში მათ შორის ძალიან დიდი მოლაპარაკებები იყო ყოველთვის, ყველა წელს, ყველა არჩევნების წინ და ყველა რეზოლუციის მიღებაზე, ხო? და ყველა კანონის მიღებასთან დაკავშირებით. აი ამ ესეთი მონდომებით, რა მონდომებითაც იგი თანამშრომლობდა თუ ებრძოდა, როგორც უნდა ისე დავარქვათ ახლა, რასაც ქართული ოცნება ამბობს, ნაციონალურ მოძრაობას, აი ასეთი გააფთრებით, ასეთი ენერგიით მათ რომ ებრძოლა ჩვენი ტერიტორიების აღდგენაზე, მათ რომ აი ესეთი გზები ეძებნათ, რამდენჯერ მათ ჰქონდათ წინააღმდეგობა ნაციონალურ მოძრაობასთან და ყოველთვის ცდილობდნენ რაღაცა კომპრომისზე წას, ყოველთვის უთმობდა ნაციონალურ მოძრაობას ქართული ოცნება. ყველა საკითხში უთმობდა, ყოველთვის უკან იხევდა და ყოველთვის ნაციონალური მოძრაობა იყო გამარჯვებული. რატომ? იმიტომ რომ ქართულ ოცნებას წარმოეჩინა ჩვენთვის, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ძალიან ძლიერი ძალა, გესმით? აქედან გამომდინარე გკითხავთ მაშინ დღეს, როდესაც ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩევლებს და საზოგადოებას პირდება, რომ 12 წლის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას სამართლებრივად პოლიტიკურად გაასამართლებს, ეს რამდენად სარწმუნოა თქვენთვის, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ 12 წლის განმავლობაში ამის დრო მათ ჰქონდათ, არის თუ არა ეს კიდევ ერთი ილუზია, რომელშიც საკუთარ ამომრჩევლებს იძულებით აცხოვრებენ, იმიტომ რომ მე პირადად რატომღაც არ მჯერა, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი ამ წლების განმავლობაში იმის მაგივრად, რომ ეს პოლიტიკური პარტია შეესუსტებინეთ, პირიქით, აი ასეთი ქმედებებით აძლიერებდნენ მათ რიგებში დააწინაურეს და შეისისხლ ხორცეს, რასაც ქვია ეს პოლიტიკური პარტია და დღეს როგორ უნდა გაასამართლონ ნაციონალური ლიზა, მე კითხვა მაქვს ასეთი ქართულ ოცნებასთან. იცით, მე ისეთ კითხვებს ვსვავ, რომ პირდაპირ ახლა მაყურებელი, გონიერი მაყურებელი მიხვდება, რომ ამ შეკითხვაში პირდაპირ პასუხია უკვე ჩემი, ხო? მიხეილ სააკაშვილი გახლავთ კურორტზე. ეს არ არის საპროფილე, ჩემი გადმოსახედიდან, მან სრულად გამოიჯანსაღა ორგანიზმი და თუ თქვათ უნდა ეცოცხლა 30 წელი, ახლა 130 წელი იცოცხლებს ისეთი მკურნალობა და ისეთი ტიპის დახმარება სამედიცინო აღმოუჩინეს მას ვივამეთში და კიდევ აღმოუჩენენ ალბათ სავარაუდოდ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. დღეს მაგალითად იყო მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, ასე ვთქვათ, პიჯაკების საქმე, საუბარია 9 მილიონის გაფლანგვაზე და რაღაც, ერთი პალტო და 12 პიჯაკი თუ რაღაც სისულელე, ხო? დღეს რომ ბატონი მდინარაძე საუბრობს იმის შესახებ, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც 6 თვეში დადეს ფაქტებს, თუ რა დანაშაულებრივი ქმედებები აქვს ნაციონალურ მოძრაობას მის თავკაცებს ქვეყნის წინაშე. და რატომ დააკავეს მიხეილ სააკაშვილი საზღვრის გადმოკვეთაზე, რატომ დააკავეს კიდაც აი ამ 4 პიჯაკზე და საუბარია მხოლოდ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაზე და რაღა უნდა გამოიძიონ. ხო მარტო ეს იყო გამოსაძიებელი. ხო მეტი დანაშაული მიხეილ სააკაშვილს არ ქონდა. ანუ მე ქართული ოცნება დღეს ისიც რას მეუბნება, რომ მე ეს ყველაფერი ვიცოდი, მე ვიცოდი ნაციონალურ მოძრაობას ქვეყნის წინაშე რა სისხლის სამართლის საქმეები ქონდა, იგივე მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ასე ვთქვათ, ვაცლიდი, ასე ვთქვათ, ველოდი, არ ვამზეურებდი, არ ვახმაურებდი ამას. ანუ რაღაც ხელსაყრელ მომენტს ველოდებოდი, თუ ნაციონალური მოძრაობა ასე მოიქცეოდა, მაშინ მეც ხმას არ ამოვიღებდი და რახან 100 არ მოიქცა და 100 იქცევა, ეხლა მე უფრო გავართულებ მათთან ურთიერთობას, ამით რას მეუბნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილმა რა გუშინ და გუშინ წინ ჩაიდინა და ნაციონალურმა მოძრაობამ ეს დანაშაულებები, აქამდე გვარამია დაკავებული ყავდათ. რის გამო ყავდათ დაკავებული? რაღაცა გაფლანგები და რაღაცა სასაცილოს გამო და აღმოჩნდა თურმე რომ ნიკა გვარამიას, როდესაც გენპროკურორის მოადგილე იყო, მაშინ
ძალიან დიდი დანაშაულებები ქონია ჩემი და თქვენი და ჩვენი ქვეყნის წინაშე, ხო? ახლა მეუბნება მე ამას ქართული ოცნება, ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, ქართულ ოცნებას ქონდა ეს შავი ყუთი, რომელზედაც ვიცოდით თითოეულმა ჩვენთაგანმა, რიგითმა მოქალაქეებმა, ყველამ ვიცოდით ამ შავი ყუთის არსებობის შესახებ, ზედმიწევნით ვიცოდით, გნებავთ იგივე, აი ჩემს წინაშე, ჩემი ირმა ცხოვრაგაულის ოჯახის წინაშე, ჩადენილი დანაშაულებების და ქმედებების შესახებ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ხო? ისევე სხვა ყველა, ვინც ახლა ჩვენ გვისმენს ყველას ოჯახს რო შეეხდნენ და როგორი გადაცდომები იყო. ქვეყნის ტერიტორიების 21% დამიკარგა მე მიხეილ სააკაშვილმა და აი ეს ყუთი თურმე შენახული ქონდათ ქართულ ოცნებას და ფიქრობდნენ, გავხსნათ თუ არ გავხსნათ და ეხლა მდინარაძე მეუბნება რომ იცით რა, მოვიფიქრეთ. ქართულ ნაციონალური მოძრაობა ცუდად იქცევა, გარეთ ხალხი გამოყავს, აქციებს მართავს და ამიტომ ეხლა ეს ყუთი უნდა გავხსნა. ანუ ეს პირდაპირ ჩვენი გალანწვა ლიზა, ეს ის კი არ არის ახლა ქართულ ოცნებას რო გონიაო რაღაცა პლუსებს დაიწერს და დედა რა კარგია ქართული ოცნება ახლა ნაციონალურ მოძრაობას გაასამართლებს. პირიქით ეს უფრო მეტად გვაბრაზებს ახლა ჩვენ საღათმოაზროვნე ადამიანებს რომ როგორ მე შენ 2012 წელს რომ მოგიყვანდა რო გითხარი რომ დაასრულე ეს ქმედებები აი ამ პოლიტიკურ ძალასთან და დაიწყე ქვეყნის აღშენებლობაზე და განვითარებაზე საუბარი, შენ 12 და 13 წელი აი ამ ყუთს ინახავდი და დღეს რაღაცნაირად რომ გაიხანგძლივო შენი სავარძლებში ყოფნის უფლება და საშუალება, მეუბნები რომ აი მე გამოვსწორდი, აი ეხლა მე ვიწყებ უკვე საქვეყნო საქმეების კეთებას და აი ეხლა ნახეთ მომდევნო 12 წელი მე როგორი კარგი ხელისუფლება ვიქნები. ეს არის მათი ფანდი საიმისოთ რომ ნელ-ნელა აგორეს, ნელ-ნელა აკეთეს ის, რომ რამენაირად ყველას არჩევნების წინ ლიზა გაიხსენეთ, აბსოლუტურად ყველა არჩევნების წინ ჩვენ ხელისუფლება რაღაცა პატარ-პატარა დოზას გვაწვდის საიმისოთ რომ რაღაცა გაგვეხარდეს, რომ რაღაცის გამო ჩვენ მათ ხმა მივცეთ და ეხლა აი ამ წინა საარჩევნოთ 2024 წლის წინა საარჩევნოთ ქართულმა ოცნებამ რო გითხრა რომ ჩვენ გავასამართლებთ, ანუ ეს დროში გაწელილია საიმისოთ, ეს გასამართლება, ეს რაღაცა ვითომ პროცესები ან კიდევ შედგება ან არ შედგება, ეს გაგრძელდება 2028 წლამდე, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, კიდევ მეორე რაღაცა შავყუნს გამომიჩეს ქართული ოცნება და აი ასე ქართული ოცნების მომხრეებმა ბოდიში თქვენთან და უნდა კენკონეს საკვები და უნდა მოეწონოთ. მე რა რომ 2020 წელს მანდატები არ შეუჩერა ქართულმა ოცნებამ ნაციონალურ მოძრაობას, მაინც ნაციონალური მოძრაობის ისა უკაცრავად ქართული ოცნების მომხრე რჩები. ლოგიკა სად არის აქ გამაგებინეთ რა ზარია მე მგონი. უპასუხოთ მაყურებელს და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით ხალბატონებო. გისმენთ. ხალბატონო ირმა. დიახ. ახლა თქვენ გისმენთ. კოცები ხო გვიხსნიდნენ რომ ვერ გავასამართლეთ, იმიტომ რომ გვიგზავნდნენ ამერიკელები, ევროპელები, მათი ლობისტებიო თუ მათი ბიძები იქაო დასავლეთიდანო და ასე გვიხსნიან ამდენი ხანია. თქვენ როგორ ფიქრობთ, არა დასაჯერებელი ეს ფაქტი? შეიძლება უპასუხო. კი ბატონო, უპასუხეთ, ეს იყო მკითხვა. იცით რა, მე ბევრჯერ მისაუბრე ამ თემასთან დაკავშირებით, ბატონო ჩემო, არ არის დასაჯერებელი. მე მიჩნდება ახლა შეკითხვა, იქნებ თქვენ გამცეთ ამ კითხვაზე პასუხი. დღეს რა შეიცვალა ქართული ოცნებისთვის? დღეს რატომ გახდა შესაძლებელი აი ასე გონორით საუბარი ამერიკასთან, ასე გონორით საუბარი ევროპასთან, ევროპარლამენტარებთან და რატომ თქვა ქართულმა ოცნებამ ერთი მშვენიერი დღე გათენდა და თქვა რომ всё, დამთავრდა ევროპა, მე შენ აღარ გიჯერებ. რამ განაპირობა? ანუ შეძლებიათ მათ, თურმე შესწევდათ მათ ეს ზალა, მაგრამ მოდით პირდაპირ თქვათ, რატომ უჯერებდნენ იმ ევროპას და რატომ მათ დავალებებს რატომ ასრულებდნენ, რატომ არ ასამართლებდნენ აქამდე ნაციონალურ მოძრაობას და რატომ შევიდნენ კოაბიტაციაში და რატომ უფრო და უფრო მოაძლიერეს? იმიტომ რომ დღეს ვიგებთ, თუმცა მე პირადად ირმა ცხოვრაგაუს ძალიან ადრე, ჯერ კიდევ 2013 წელს ვიცოდი რომ ქართული ოცნება მოდიოდა ორი ვადით და ორი ვადის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა უნდა ჩანაცვლებოდა, ეს მოლაპარაკება იყო ზოგადად. მე კიდევ ორი ვადით მოვიდოდა ნაციონალური მოძრაობა, მე კვლავ ქართული ოცნება და აი როგორც დემოკრატები და რესპუბლიკელები ამერიკაში, აი ასეთი ჩანაცვლება უნდა ყოფილიყო მუდმივ, მაგრამ ვინ ქართული ოცნება, რისი ქართული ოცნება თუ არ გადააგდებდა. აი სწორედ გადაგდებულები რო არიან ახლა ეს ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ ასე გაგიჟებული და გადარეული, მაგრამ კიდევ ვუბრუნდები იმ ჩემს კითხვას, რაც ახლა მე თქვენ დაგისვით, ბატონო ჩემო.
რომ რატომ აქამდე არ ამბობდა არაფერს, იმიტომ რომ აქამდე თვითონ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ ჩემი თანხები და ჩემი ფულადი და მატერიალური დაინტერესება ქვეყნის წინაშე ქვეყანაზე მაღლა მიდგას და ჩემი ეს მთავარი ინტერესი, ანუ როგორც კი მის მთავარ ინტერესს საშიშროება გაუჩნდა, მაშინვე მისი ხელბიჭები, ეს ქართული ოცნების თავკაცები და ლიდერები და სპიკერები ერთხმად დაესხნენ იმ ევროპას. ანუ შეგვძლებია თუ კი ბატონი ბიძინას გამო დაესხნენ, დასხმოდნენ ჩვენს გამოც, ხალხის გამოც, იმიტომ რომ ჩვენი დაკვეთა იყო ნაციონალური მოძრაობა გამქრალიყო, ხო, საერთოდ პოლიტიკური ასპარეზიდან და აღარ არსებულიყვნენ, დავიღალეთ მათი სახეების ყურებით, ხო და დაუსრულებლად მათზე საუბარით, ხო? ამიტომ მაშინ ჩვენს გამო გადაედგათ ეს ნაბიჯი. დღეს რომ ბიძინას გამოდგავენ ამ ნაბიჯს. აი ეს არის ბატონო ჩემო ჩემი პასუხი. კი ბატონო, მადლობა შეფასებისთვის. მოусმინოთ კვლავ მორიგ მაყურებელს, მოგესალმებით. მოგესალმებით ქალბატონო ირმა. მოგესალმებით. ჩვენ უსმენელთა მაყურებელთა შორის ძალიან ბევრი აღმოჩნდნენ ისეთები, რომლებმაც გადაწყვიტეს რატომღაც რომ ხმამ ისცენ მშვიდობას. მე მინდა მათ ვკითხო, მშვიდობას როგორ აღიქვავენ ისინი, თუ მაინც და მაინც მათ მშვიდობა მიაჩნიათ თოფის როლად. აი მაგალითად ამხელა უმუშევრობა რომ არის ქვეყანაში. როგორ შეიძლება იყოს მშვიდად ადამიანი უმუშევარი ხარ და ოჯახის წევრები ყავს მშიერი. დაიგრა ოჯახები, ხო, დანგრეული არ არის, აბა არის ლუკმაპურის საშობელად ერთი ოჯახის წევრი წავიდა გერმანიაში სიტყვაზე, მეორე წავიდა ამერიკაში. უდანაშაულო ხალხი ბევრი შედან ციხეში. ამ სიტყვის მნიშვნელობით და შეგვიძლია ასეთი მაგალითები უამრავი მოვიყვანო. და შემოგარგო ხალხო, მშვიდობა მაინც და მაინც პროფესორულად რო არ არის, ეს ხომ უნდა გავიგო. კი ბატონო, მადლობა. მადლობა ბატონო ამ შეფასებისთვის და ამ ასე ვთქვათ თქვენი აზრის გამოთქმისთვის. მე ბევრჯერ მithქვამ, შემთთვის მნიშვნელობა არ აქვს, მე ტყვით მოკვდები თუ შიმშილით მოკვდები, სიკვდილია ხო ამ ქვეყანაზე არ არსებობა. მაგრამ ყველაზე კარგი ის არის ბატონო ჩემო რომ თქვენ საუბრობთ ახლა რომ ხალხმა მშვიდობას მიცა ხმა და რომელ მშვიდობას მიეცით ხმა. ჩვენ პატრიოტთა ალიანსი, აი ბევრს უთქვამს რომ იცით რა ჩვენ თქვენი მომხრე ვართ, მაგრამ დღეს ჩვენ ქართულ ოცნებას მივეცით ხმა, იმიტომ რომ მშვიდობას მივეცით. და ისწორედ იმ ხალხს მინდა ვკითხო. და როდის იყო პატრიოტთა ალიანსი მშვიდობის მოწინააღმდეგე იყო და რაღაცა ძალისმიერ მეთოდების მომხრე იყო. ჩვენ ეს რომ გდობნოდა პირველ რიგში, აი პირველი ჩამოვთვლი, ჩვენ არაერთ გზის მქონდა იმის საშუალება, რომ რაღაცა წინააღმდეგობრივი მოძრაობებით დაგვემხო ეს ხელისუფლება, ჩვენ იმდენი ხალხი გამოყვავდა აქციებზე, ხო? მაგრამ ჩვენ ერთი წუთი ეს არ გვიფიქრია, ლიზა. არასდროს ეს არ ყოფილა, იმიტომ რომ ვიცოდით, რომ ეს ქვეყნისთვის საზიანო იყო და დამღუპველი იყო. ეს ერთი საკითხი. ეხლა მეორე საკითხი, ანუ პატრიოტთა ალიანსის მშვიდობაზე ვსაუბრობთ. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ის ფაქტები, ლიზა, თქვენ ჩვენი ისა ობიექტივი ჟურნალისტი ბრძანდებით და კარგად გახსოვთ ჩვენი პარტიის ყველა ნაბიჯი, იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენს მხარდამხარდ გახართ და იბრძვით ჩვენთან ერთად. აი ძალიან შარშან წინ და მის წინანდელი, ესე იგი მე ვსაუბრობ ახლა 2021-2022 წლებზე. აი მაშინ ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, რაზედაც ჩვენ არ ვამახვილებდით ყურადღებას და აქა-იქ ძალიან გაკვრით რომ ვთქვით და ვისაუბრეთ, თუმცა ბატონ დავითს არასდროს ეს არ უთქვამს და ხმამაღლა არ უხსენებია, მას არ უყვარს როგორც წესი თავის წარმატებებზე და საქვეყნო საქმეებზე საუბარი და მე ვფიქრობ რომ დღეს სწორადაც დადგა დრო რომ ჩვენ ამაზე ვისაუბროთ. ლიზა 4 მოახერხა ბატონმა დავითმა თავისი მოლაპარაკებებით, თავისი ურთიერთობებით, აი მოსკოვში რომ ჩადიოდა და მე რუსეთუმეს რომ მეძახდნენ და აგენტს რომ მეძახდნენ და აგენტებად რომ გვასაღებდნენ პატრიოტთა ალიანსს, ხო? 4 რეალურად ჩვენ ქვეყანა მართლა რუსეთის თავდასხმისგან დავიცავით. აი ჩვენი მოლაპარაკებები, ჩვენი დიპლომატიით 4 იყო ეს ამ 2 წლის განმავლობაში, 2021 და 2022 წლებში, ხო? და დღეს ვიღაც გამოდის და მეუბნება რომ აი ქართულ ოცნებას ხმა მივეცი რომ მშვიდობა და რომელ მშვიდობაზეა ლიზა საუბარი. მე
თუ კი არჩევა მე მირჩევნია რომ უცხო ჩექმამ უცხო დამპყრობელმა გამსრიშოს და მომკლას ვიდრე ჩემმა მოძმემ რა ხდება ეხლა ჩვენ ვერ ვხედავთ გარეთ ქართველი ქართველს აღარ ინდობს და დარეულები ვართ ერთმანეთს ეს არის მშვიდობა ეს არის მშვიდობის მყოფელი პარტია და სახელმწიფო რომელიც ვერანაირად ვერ ალაგებს ამ სიტუაციას არანაირად არ უნდა აღიაროს რომ მასზე ჭკვიანი მასზე ავტორიტეტული მასზე პროგრესული ძალები არსებობენ ამ ქვეყანაში გნებავთ იგივე პატრიოტ ალიანსის სახით რომელსაც შეუძლია ამ ხალხთან საუბარი ეთქმის კიდევაც ამ ხალხთან ვინც გარეთ არის გამოსული ჩვენ ხომ აი ესეთ გამჭვირვალენი ვართ და ძალიან სუფთა ხალხი ვართ ჩვენ ვერავინ ვერ წამოგვაძახებს და ვერ გვეტყვის კიდაც იმ აქციაზე მისულებს რომ აი ეს არასწორად მოიქეცი და ეს არასწორად გააკეთეთ ჩვენ ხომ ზუსტად ისე ვიქცევით როგორც ქვეყანა სჭირდება ანუ ჩვენ გვაქვს სათქმელი და მართალი კაცი ქვაზე მაგარია აი ეს უნდა აღიაროს ხელისუფლებამ და ეს დათმობა უნდა დათმოს თუ კი მას უნდა რომ მშვიდობის მყოფელი პარტია და მშვიდობის მყოფელი ხელისუფლება დაერქვას თუ არა კიდევ ერთხელ ვამბობ მე უცხოელი მომკლავს თუ ჩემი შიდა არეულობა იქნება რაც მთლად უარესია კიდევ ჩემთვის ხო თუ კი არჩევანზე მიდგა მე მირჩევნია ისე რომ გაერთიანებულმა ქვეყანამ თავისი თავი დაიცვას ვიდრე შიდა არეულობა მოხდეს და ძმამ ძმა მოკლას და ქართველმა ქართველი გაიმეტოს ეს ხო ტრაგედია იქნება მოусმინოთ მორიგ მაყურებელს პირდაპირ ეთერში ხართ ისაუბრეთ გამარჯობათ გამარჯობა დღეს ინტერაქტივში იყო დასმული კითხვა გამოსავალი რა იქნება დღევანდელი მდგომარეობიდან. ქალბატონ ლიზის მიყავდა ეს გადაცემა და დარეკა ასე 16-17 წლის გოგონა. და დაგვიკვეთა იმ ზრდადასრულებს რომ აუცილებელია ახალგაზრდებთან მუშაობა, ეროვნული სულისკვეთებით მათი აღზრდა განათლების სისტემაში ერთი სიტყვით უნდა შემოიტანოთ ცვლილებაო. მე არ მგონია რომ მარტო ეს ამ ერთი ახალგაზრდის დაკვეთა იყო ეს და მარტო მისი სურვილი. ესე იგი ახალგაზრდები ითხოვენ რომ მათთან უფრო ახლოს მივიდეს პარტიები, რომელიც ღირსია რომ ხელისუფლების სათავეში მოვიდეს და ესეთი ერთადერთი პარტია პატრიოტთა ალიანსი მგონია. ამიტომ ძალიან გთხოვთ, მოდით გამოვიყენოთ ეს სიტუაცია და მივიდეთ რაღაცა მოვნახოთ გზები ახალგაზრდებთან მისასვლელი. კარგად დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა ქალბატონო. მე ბევრჯერ მithქვამს და მეთანხმებით ლიზა თქვენი ეთერიდან ბევრჯერ მithქვამს ამ ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რომ ეს ბავშვები ვის ხელში გაიზარდნენ ასე ვთქვათ ვის კალთაში გამოიზარდნენ ამ ხელისუფლების კალთაში არ გამოიზარდნენ მათი საგანმანათლებლო სისტემით აღზრდილი ბავშვები არ არიან მათი მითითებებით არ არიან რომ აი ევროპა კარგია და ევროპისკენ უნდა წავიდეთ ევროპისკენ და დღეს რეუბნებიან რომ ევროპა ცუდია და კარს გიკეტავ და ეხლა რომ უკვირთ რატომ აღშფოთ და ეს ბავშვი იცით რაშია საქმე ჩემო ძვირფასო ქალბატონო ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ნდობისთვის ძალიან დიდი მადლობა სწორი შეფასებისთვის მაგრამ ნახეთ აქ მედალს ორი მხარე აქვს რაღა თქმა უნდა ჩვენ არც იმ ბავშვებთან მისვლა გვიჭირს არც იმ მომიტინგეებთან და ჩვენ გვაქვს შეხვედრები ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვარ და ზოგი ქუჩაში მხვდება სადაც დამინახავენ ლიზა ყველგან პოლიტიკაზე იწყება საუბარი და ყველგან ამ გამოსავალზე საუბარი მაგრამ ჩვენ იგივეს ვაკეთებდით მე ვახსენე ახლა სანამ თქვენ შემობრძანდებოდით ეთერში რომ 4ჯერ მოახერხა პატრიოტ ალიანსმა და უშუალოდ ბატონმა დავით არხან-მოუროვმა რომ ჩვენ ქვეყანა ომის წინაშე და საშიშროების წინაშე რომ ვიდექით ამ გასული 2 წლის განმავლობაში მოახერხა და შეაჩერა ეს მოლაპარაკებებით მაგრამ ნახეთ რა ხდებოდა აი სწორედ იქ საუბარი იყო არა მხოლოდ მინდა გითხრათ და უფრო წინა წლებშიც კიდევ 2016 წლის შემდგომ არა მხოლოდ თქვათ აი ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე იყო საუბარი, აქ საუბარი იყო ტერიტორიულ მთლიანობაზე, ლიზა. იყო გადადგმული ეს ნაბიჯები. ჩავიდოდით, მოსკოვში გვეტყოდნენ, რომ კარგით, დავიწყოთ, რახან თქვენ ასე ფიქრობთ, დავიწყოთ მოლაპარაკებები, ახლა თქვენ ხართ შუამავალი და შუამავლის როლს ჩვენით ვკისრულობდით, რატომ? იმიტომ რომ მაშინ ვიყავით პარლამენტში 2016 წელს წარმოდგენილები და ქონდა ამის ლეგიტიმაცია, რომ საპარლამენტო დონეზე, ანუ მათი დუმის დონეზე და ჩვენი პარლამენტის დონეზე, ჩვენს საპარლამენტო დეპუტაციას ესაუბრა დუმის დეპუტატებთან, რომლებიც ვთანხმდებოდნენ, რომ აი ჩვენ ხო ვართ, ჩვენს დონეზე ეს არ წყდება საპარლამენტო საკანონმდებლო ორგანოზე, დონეზე არ წყდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბარი და რაღაცა დათმობებზე საუბარი ეს წყდება მთავრობებს შორის, ამიტომ ჩვენ დაველაპარაკებით ჩვენს მთავრობას, გვეუბნებოდა რუსეთის დუმა, თქვენ რომ ჩაბრძანდებით, დაელაპარაკეთ თქვენს მთავრობას, ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებას.
ჩამოვიდოდით, რა დაელაპარაკე. იქ დაალაგდებოდა თემა, იქ უკვე რუსეთის მთავრობა მზად იყო, რომ ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები ჩასულიყვნენ, მაგრამ აქ ვინ გელაპარაკება? გელაპარაკება კი არა, ნაცებთან ერთად აყოლილი რუსეთის აგენტებად გაცხადებდნენ. ანუ ჩვენ კი დაველაპარაკებით ამ ბავშვებს, მაგრამ ჩვენ ხომ ეს ლეგიტიმაცია უნდა გქონდეს ქართულ ოცნებასთან. მე რომ მივიდე და იმ ბავშვებს დაველაპარაკო, მე გულისხმობ პატრიოტულ ძალებს და პატრიოტ ხალხს და ავტორიტეტულ ხალხს, ხო? აი რომ მივიდე და იმ ბავშვებს დაველაპარაკო და ეს ბავშვი მეუბნება, რომ კი მე ამ კომპრომისზე წამოვალ, თუ კი ვთქვათ ხელისუფლება ამას დამითმობს. ხელისუფლება დამელაპარაკება? ანუ ჩვენ ხელისუფლებისგანაც გვჭირდება ეს თანხმობა თუ არა? ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ. მზად ვართ დღესვე, გუშინვე მზად ვართ, ჩვენ და გუშინ წინვე მზად ვართ. ამისთვის მზად უნდა იყოს ხელისუფლება თუ არა? წინააღმდეგ შემთხვევაში მარტო ჩვენი ძალა და მარტო ბავშვები ვერაფერს გავხდებით მერწმუნეთ. ეს თვითონ ხელისუფლების მონდომება უნდა იყოს და მისი დაკვეთა. ქაბატონი ირმა, იმ კანონ პროექტებზეც მინდა გკითხოთ, სანამ გადაცემა დასრულდება, რომელსაც ახლა ქართული ოცნება დაჩქარებული წესით იღებს. რას უკავშირებთ ამ კანონ პროექტების, აი ახლა ამ დროს განხილვას და ჩვენ ვიცით რას ეხება ძირითადად ეს კანონ პროექტები. აქ საუბარია იმაზე, რომ ვინ როგორ უნდა მოიქცეს აქციაზე, რა სტანდარტი უნდა აკონტროლებდნენ, რისი გამოყენება შეიძლება, როგორი უნდა იყოს პროტესტი და ასე შემდეგ და გარდა ამისა, მედიის თავისუფლების ნაწილშიც არის ერთი კანონ პროექტი მიღებული. ძალიან ბევრი და მათ შორის საჯარო მოხელეზე სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასე შემდეგ. არის თუ არა ეს ის კანონები, რომლითაც ქართული ოცნება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის დაცვას ცდილობს და ამიტომ ახსენდება, იმიტომ რომ რაღაცნაირად, როდესაც 12 წლის შემდეგ დაჩქარებულად იღება აი ამ კანონ პროექტებს, 12 წლის განმავლობაში ხომ შეგეძლო ყველა ამ კანონ პროექტზე გემუშავა და მიგეღო, ხომ? რა თქმა უნდა შეეძლო, მაგრამ ამის საჭიროებას არ ხედავდა ქართული ოცნება. მინდა გითხრათ, რომ აი სწორედ ჩვენ მივედით იქ, სადაც რაზედაც დავიწყეთ ლიზა საუბარი, რომ ეს არ არის გამოსავალი, როდესაც ძალისმიერი მეთოდით ჩაახშვებ შენ ამ პროტესტის მუხტს. შენ რაც არ უნდა კანონები მიიღო და ამ კანონებს დაუქვემდებარო ხალხი, მინდა გითხრათ, რომ ეს მუხტი და ეს გაბრაზება ხალხში არ ჩაქრება, ჩვენ ეს გამოვიარეთ, ჩვენ ეს ვნახეთ უკვე მიშას დროს. ვიცით, როდესაც ჩვენ უფლებებს არ ღვევენ, როდესაც ჩვენ არ გვაძლევენ სიტყვის გამოთქმის საშუალებას და თავისუფლებას არ გვაძლევენ, რაც უფრო მეტად ვკეტავენ, ქართველი ადამიანის არსი და აზრი სწორედ ეს არის, რომ რაც უფრო მეც ამიგრძალა, უფრო მეტად გავბრაზდები და ბოლო ჯამში მე გავერთიანდები და დაგისრულებ სულ ყველაფერს, ხო? ეს არ არის გამოსავალი, მაგრამ აქ საუბარი ლიზა, მე აუცილებლად მინდა ამ უცხოურ აგენტებთან დაკავშირებით კანონზეც ვისაუბრო, რახან ჩვენ კანონებს შევეხეთ. ჩვენ ნახეთ, რომ ქართული ოცნება გამოვიდა ინიციატივით, რომ ეხლა სწორედ ის უცხოურ აგენტებთან მიმართებაში კანონი, რომელიც მიიღეს და პრორუსულს ეძახდა ნაციონალური მოძრაობა, მინდა გითხრათ, რომ არ იყო ეს პრორუსული, მაგრამ არც პროამერიკული იყო და არც პროევროპული. ეს იყო პროქართული და ეს იყო უშუალოდ ქართული კანონი იყო, ასე ვთქვათ. იქ იყო რაღაცა სხვადასხვა სეგმენტები მსგავსი სხვადასხვა ქვეყნებისა, მაგრამ ერთიანობაში ის არ წარმოადგენდა რაღაცა სხვა ქვეყნის კოპირებულ კანონს. მინდა გითხრათ, რომ ის კანონი, რომელიც დღეს ქართულ ოცნებას მიღებული ჰქონდა და რის გამოც ესეთი ამბავი ატყდა ჩვენთან საქართველოში ამ უცხოურ აგენტებთან მიმართებაში, ხო? ეს კანონი გაცილებით რბილი და ლოიალური იყო, რომლის მიღებასაც დღეს აპირებს ქართული ოცნება და რომელს აპირებს, იგი აპირებს ამერიკული კანონის კოპირებას. ჯერ კიდევ მე მახსოვს, როდესაც ამ კანონს იღებდნენ, მაშინვე მივმართე ხელისუფლებას და ვუთხარი, რატომ გვაყრი თავში ნაცარს? შენ თუ მეუბნები, რომ ეს ამ კანონის მიხედვით შენ უნდა გამოავლინო სისხლის სამართლის დამნაშავენი. ანუ ხალხი, ვინც ქვეყნის დანგრევას ფიქრობს და ქვეყნის ერთიანობის დანგრევას და სტაბილურობის დანგრევას ლამობს თავისი აი ამ ქმედებებით. მე არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვადასხვა მასმედიას გულისხმობ, ხო? შენ თუ ამას მეუბნები, რომ ამ კანონს იმიტომ ვიღებ, რომ ისინი ფინანსდებიან იმისათვის, რომ ქვეყანა უნდა დამინგრიოთ, ესე იგი სისხლის სამართლის პასუხისგებლობა და შენ რომ მას ჯარიმას აკისრებ, ის არ გადაგიხდის ამ ჯარიმას და გააგზელებს თავის ქმედებას. ასე აგიცხადათ ყველაფერი თქვენც და მეც ლიზა. ჩვენ ხედავთ, რომ ის უმსხვილესი არასამთავრობო ორგანიზაციები რეალურად, რომლებიც მართლა ძალიან სუყეთ იკვებებოდნენ, ასე ვთქვათ, აი ამ თანხებით, იგივე USAID-თან დაკავშირებით ახლა ჩვენ ვიცით, რაც ხდება უკვე ამერიკაში და მე მივესალმები და ჩემთვის ეს ძალიან მისაღებია. ანუ ერთი ხელის მოსმით და ერთი ხელის მოწერით ტრამპმა ასე ვთქვათ, ძალიან ბევრ ქვეყანას უშველა ესეთი სოროსელების და აი ესეთი ქვეყნის დამგრევების დაფინანსებისგან და აი ესეთი შიდა არეულობები ნამდვილად თუ შეწყდება ძალიან კარგი იქნება, რასაც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვუყურებთ, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე დღევანდელი
კანონი, რომელსაც მიიღებს ქართული ოცნება, რომელიც კოპირებულია ამერიკული კანონიდან, ამ უცხოურ აგენტებთან მიმართებაში, ის არა მხოლოდ არაკომერციულ პირებს შეეხება, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, იგი შეიძლება შეიძლება კი არა ფიზიკურ პირებსაც ეხება, ანუ თითოეული მოქალაქე უკვე რენტგენზე დგება და რეალურად აგენტების გამოვლინება მოხდება და იქ არ გეგონოთ რომ ჯარიმებია დაკისრებული, არა, მინდა გითხრათ რომ სწორედ აი კანონის მიხედვით, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, ძალიან დიდი აგენტურული ქსელები გამოვლენილა და დიდი იმედი მაქვს რომ აქაც იმუშავებს ეს კანონი და რეალურად ასე იქნება და ეხლა მეორე ისტორიით აი ამ მასმედიებთან დაკავშირებით და ამ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ქართულმა ოცნებამ გამოსავალი ნახა და თქვა რომ კი ბატონო აგერ ავიღებ დიდი ბრიტანეთის კანონს და ამას ვთარგმნი და ისიც რა ძალიანაც კარგი მე ვფიქრობ რომ ეს სწორი გამოსავალი ამასთან მიმართებაში რატომ იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ ნაციონალური მოძრაობა გაჩუმდეს და აღარ იტყვის რომ ეს პროამერიკულია და ვისა პრორუსულია ეს ხომ პროამერიკულია და აგერ ინგლისის წარმატებული ქვეყანა და ჩვენ წარმატებული ქვეყნისგან ვიღებთ მაგალითს ამ ნაბიჯს ქართული ოცნებისას მე რეალურად მივესალმები ჩემთვის მისაღებია ორი კანონის აი ესეთი სახით მიღება თუმცა რამდენად იმუშავებს ჩვენს ქვეყანაში ეს კიდევ სხვა საკითხია მოусმინოთ მორიგ მაყურებელს ღია ეთერში ხართ ისაუბრეთ გამარჯობა პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობა გენსა. მოგესალმებით. ქალბატონო ირმა სამაქ ესეთი შეკითხვა რა. 2012 წლიდან და იმ პერიოდში ლასამით ხელი მხარდამჭერი იყო ჩვენი ბაზის. და ყველანი ცდილობდი რომ ბოჭი გამჯარიყო. და პატარა ბიჭი არა ცხოვრება გამოვიდა რა. რა შეიძლება საქმე ამდენი ხალხი შეგროვება 100,000 კაცი გამოსულა. აი რამე საკითხი ამ გამოსულებმა გადაწყვეტ ეს თუ ეს იყო უბრალოდ ბოლის და პარის გამოშვება. თუ ესე არ არის აი ახლა 6 მილიარდ ფულდები რო ჩვენი მიწა ბოლო გავანადგურე ესე გამოძეღო ექნა რომ შემოვლე 6 მილიარდ შტერები არ არიან და ვინ ამჩათოს. რატო არ დააყენეს ამ საკითხს შევგროვეთ და თქვენმა პარტიამ მიმინა თუ ბოლის პარის გამოშვება შეგროვეთ და დავთქვა ჩვენი სიტყვა და ხალხის აღყვება და გავიტანოთ ეს და მეტი დაფასება გექნებათ მეტი სიტუაცია რამდენჯერ შევიკრიბეთ აბა დავიშალოთ ბიჭებო შო ვილაპარაკე პარი გამოუშვი ესე ხო არ შეიძლება ხო კარგი დაამპატიეთ მაგრამ მადლობა ზარისთვის, კაპიტანივე თქვენ არ გესმოდეთ, მე დაგიკონკრეტებთ აქ საუბარია იმაზე, რომ აბუ-დაბიში იმყოფებოდნენ რამდენიმე დღის წინ კოლბახიძე და გეცოდინებათ დელეგაცია, მასთან ერთად იყო თბილისის მერი კახაკალაძე 6 მილიარდი დოლარის ოდენობის, ასე ვთქვათ, ინვესტიციაზე იყო იქ საუბარი, რომელსაც უკვე საუბარია და გვეუბნებიან, რომ ეს ძალიან კარგი ინვესტიციაა ჩვენი ქვეყნისთვის და ბატონი ამაში ბევრ როგორც ჩანს ხედავს საფრთხეებს, ისევ როგორც ძალიან ბევრი ექსპერტი და ძალიან ბევრი უკვე თამამად საუბრობს ამაზე და ხმამაღლა რომ აქ როდესაც ასეთი დიდი ინვესტიცია კეთდება გამოსაკვევი რა შეიძლება იყოს რისკები და მათ შორის ის რომ ვთქვათ რაიმე არ იყოს იქ მზაკრული ჩანაფიქრი ჩადებული ისე როგორც მაგალითად ნამახვანხისთან დაკავშირებით მოხდა და შემდეგ გაიგო საზოგადოებამ და ძალიან სერიოზული მღელვარება მოყვა ამას ასეთივე საფრთხის წინაშე შეიძლება თუ არა დადგეს ჩვენი ქვეყანა რა თქმა უნდა ლიზა იცით ახლა სულ რამოდენიმე უცხოელებზე მოიცით გაყიდვასთან დაკავშირებით აქციასთან დაკავშირებით რაღაცას მომესმა ბოდის გიხდით ბატონო მე ძალიან ცუდად მესმოდა თქვენი ხმა მაგრამ მე ვფიქრობ რომ რაღაცა აქციაზეც გითხრა რომ რატომ აქცია რომ დაორგანიზოთ ამ თემაზე პასუხს ახლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას ახლა რაც თქვენ ბძანეთ ლიზა რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდ რისკების შემცვლელია და მომცველია მინდა გითხრათ რომ ჯერ კიდევ 2017 წელს როდესაც პარლამენტში მუშაობდი მე და პარლამენტში ვიყავი და უშუალოდ მეხებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობა ჩემთან შემობრძანდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გურიიდან და პირველად მე მაშინ შევიტყვე გურიაში არსებული რაღაცა სასწაულმოქმედი თიხის შესახებ ასტანას თუ რაღაცა სოფელია ბოდის ვიხდი ახლა სწორად არ მახსენდება მოკლედ გურიაში არსებულია რაღაც სოფელი სადაც არის ეს სასწაულმოქმედი თიხა და მათ შემოიტანეს რაღაც ესე ყოველგვარი შეფუთვის გარეშე თავისით რაც შეეძლო საპონი იყო ანუ კოსმეტიკაში გამოსაყენების საპონი იქ იგივე თმის სამკურნალო საპონი და საუბარი იყო ზოგადად კოსმეტიკური საშუალების
დამზადებებზე და ითხოვეს შუამდგომლობა აწარმოეს საქართველოში იყო ასეთი პროექტი მაშინ და ითხოვეს რომ იქნებოდა დაგვეხმარონო და ჩვენო მთელ სოფელსო დავასაქმებთო ამ ჩვენ საწარმოსო გავაკეთებთო მთელი პროექტი ქონდა წარმოდგენილი უშუამდგომლე რა თქმა უნდა გავაკეთეს ირმა ინაშვილის სახელით ვიცე-სპიკერი იყო ირმა და უშუამდგომლე მაგრამ მინდა გითხრათ რომ მათ უარი მიიღეს დღეს ჩემს ახლობელს აღმოაჩნდა ძალიან სერიოზული დაავადება და მას უთხრეს რომ აი ეს თიხა რომელზედაც მე საერთოდ მივიწყებული მქონდა ის თიხა უშველი და ჩვენ მოვიკითხეთ ეს სოფელი მოვიკითხეთ იქ ცხოვრები ხალხი და იცით რა გვითხრეს აბსოლუტურად სრულად ის ტერიტორია და ის ქანი სადაც აი ზედაპირზე ეს თიხა არსებობს გერმანელებს აქვთ შესყიდული 1 გრამი აღარ გამოდის ამ საზღვრებიდან რომელიც შემოფარგლულია ანუ ქართველი მას ვეღარ იყენებს მას იყენებენ გერმანელები და აბსოლუტურ ექსპორტზე გადის ეს თიხა რომელიც მიდის გერმანიაში იქ მუშავდება და უკვე ალბათ მთელ სოფლიოში უკვე გადის რა ძვირად ღირებული ბრენდია კიდევ კაცმა არ იცის რაღა თქმა უნდა ეს მარტივი მაგალითი მოვიყვანე მე იმისა რომ ჩვენი რესურსები აი ასე ჩამოგვეცლება და რა თქმა უნდა, როდესაც ამ ხელა უზარმაზარ ინვესტიციებზე არათქმული და არარსებული, არ ვიცი მე ამ ხელა ინვესტიციები მე არ მახსენდება ნამდვილად და რთულად წარმოსადგენია ჩემთვის, ხო აქ რამდენ მილიარდზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ამ ხელა ინვესტიცია ჩადება ჩემი ქვეყნისთვის, რამდენად სარგებლიანი იქნება, რამდენად მივა ეს ინვესტიცია თითოეული ქართველის ოჯახამდე. აი ეს არის გასათვალისწინებელი და აი ეს უნდა დაითვალოს ჩვენმა ექსპერტებმა თუ არა. რა თქმა უნდა, პირადად მე ტყუილად არ დამიწყე კიდევ ერთხელ ვამბობ იმ თიხაზე საუბარი ძალიან დიდი რისკებია. თუ კი მოხდა ისე რომ ის ინვესტიციები, ის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ხო ძირითადად საუბარი. თუ კი ეს ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვადასხვა პროექტები, რომლებშიც ეს თანხა ჩაიდება, მარტო უცხო ქვეყნისთვის და უცხო ქვეყნის ხალხისთვის იქნება მისაღები და აქედან რაღაც უნდა გაიტანონ და აქ არაფერი დარჩეს. ჩვენი მუშახელი არ დასაქმდება. ჩვენთვის არ იქნება წინსვლა და ჩვენი ოჯახის თითოეული წევრი ამას არ იგრძნობს, მაშინ რა თქმა უნდა ეს წამგებიანი იქნება და ჯერ არ ვიცით ახლა რა სახის პროექტებზე საუბარი, მე უბრალოდ ზედაპირულად ვიცი რომ ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა ვფიქრობ რომ ექსპერტები უფრო ჩახედულები არიან და დროთა განმავლობაში გამოჩნდება და ალბათ მოგვეცემა საშუალება რომ შევაფასოთ ეს ყველაფერი. აუცილებლად გვექნება შეფასების საშუალება. მადლობა იმისთვის რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური მდივანი ირმა ცხორაკაული გსტუმრობდა. ნახვამდის.